მოგესალმებით, თქვენ უყურებთ კეთის სამზარეულო თავგადასავალს. დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება, იმიტომ რომ დავიწყებ პირდაპირ სტუმრით. დღეს ჩვენთან მოდის ძალიან ცნობილი დიეტოლოგი ნატა გაგუა. ნეტა რას მეტყვის? როგორი რჩევები ექნება? ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება. მე ძალიან მაინტერესებს ბევრი კითხვები მაქვს ამ ქალბატონთან, მაგრამ მე საკმაოდ მსუყე და ისეთი მენიუთი დავხვდები. უკეთებ რიზოტოს სამნაირი სოკოთი. და ასევე გამოვაცხობ შოკოლადის ბრაუნს. ეს იქნება მისი მენიუ. დავიწყებ უკვე ნამცხვრის კეთებას, იმიტომ რომ სანამ ნამცხვარი იქნება ღუმელში, მე ამასობაში რიზოტოს გავაკეთებ. ვიწყებთ ესე. პირველ რიგში უნდა დავადგათ წყალი ქვაბზე და დავადოთ ესე შუშის ჯამი, რომელიც უძლებს რასაკვირველია და უნდა გავადნოთ 100 გრამი შოკოლადი. აი დაიწყო შოკოლადმა დადნობა. სანამ შოკოლადი დნება, მე ამასობაში მჭირდება 275 გრამი კარაქი და მჭირდება 375 გრამი შაქარი. უმჯობესია რომ იყოს წვრილი შაქარი. ეხლა ამ შაქარს და კარაქს ერთად ავთქვიფავ. ესე დავუმატ 4 კვერცხს. ეს არაჩვეულებრივი რეცეპტია, ძალიან მარტივია, უცებ კეთდება და ამავდროულად ძალიან გემრიელია. ეხლა უნდა დავამატო ამას 75 გრამი კაკაო. აი კაკაო კარგად გაითქვიფა. ეხლა დავამატებ კიდევ ქვილს 100 გრამს და 100 გრამ ქვილში სანამ ჩავყრი ამ მასაში გავუკეთებ სადღაც 1 სუფრისკოვს საცხობ პუდრას. ჭირდება ასევე ვანილინი დაახლოებით 1 სუფრისკოვზი, ცოტაოდენი ბრენდი დაახლოებით 2 სუფრისკოვზი. ეხლა კი დავამატებ აი ამ თბილ შოკოლადს. აი დაახლოებით აი ესეთი მასა უნდა გამოვიდეს. ეხლა უკვე მე მოვამზადებ ფორმას, რომელშიც გამოვაცხობ. სანამ მოვამზადებ ამ ფორმას, აუცილებლად ჩავთავ ღუმელს, ესე 180 გრადუსზე უნდა გავაცხელოთ ჩვენ ღუმელი. ეხლა დაგვჭირდება ჩვენ აი ესეთი ტიპის ფორმა, რომელშიც ჩავდებთ სპეციალურ საცხობ ქაღალდს. აი ამ მასას ესე აი ესე ჩავდებთ, გავანაწილებ ესეც ესე და ეხლა აი ამ ფორმიანას შევდებ ღუმელში. სადღაც 40 წუთით 180 გრადუსზე. ეხლა კი გადავდივარ უკვე რიზოტოს გაკეთებაზე და როგორ ვაკეთებთ რიზოტოს. პირველ რიგში გვინდა ტაფა, ღრმა, რომელსაც აქვს აუცილებლად თავსახური. აი ძალიან დაბალ ცეცხლზე დავდებ ახლა ამ ტაფას. დავდებ სადღაც 70 გრამ კარაქს. ეს გადასარევი უნიკალური იტალიური კერძია. მართლა საოცარი გემოაქვს, მე ყველაზე ძალიან მიყვარს თითქმის იტალიურ კერძებში ერთ-ერთი ყველაზე ჩემი საყვარელი კერძია და უმატებენ ზეითუნის ზეთსაც. აი ესე. ეხლა დავჭრი უცებ ხახს.
მჭირდება სადღაც 1-2 ცალი ნიორი. დავჭრით და მე დავჭრით წვრილად. რა არის ამ რიზოტოში განსაკუთრებული? განსაკუთრებული ის არის, რომ სპეციალური ბრინჯია რიზოტოსთვის და თან კიდე პრაქტიკულად არ ხმარობენ ესეთ წყალს. ჯერ ეს ბრინჯი ითუშება ამ ხახში და კარაქში და მე ეს ღვინო, თეთრი ღვინო, პარმეზანი ემატება და მოკლედ აი რაღაცა იმდენად პიკანტური და გემრიელია, რომ და არის სხვადასხვანაირი. დღეს მე ვაკეთებ 3 სოკოთი სხვადასხვანაირი. ეს არის კამასოკო, ეს არის იტალიური პორჩინი და ასე ვთქვათ, შემომხვდა ახლა ვიპოვე, რომ სანამ დამზადებას გავიწყებდი, იაპონური გამხმარი სოკოები, შიტაკები და ძალიან მიყვარს და შევგადავწყვეტ ცოტა აზიური გემოც დავაყოლო, მაგრამ მაინც ძალიან იტალიურია ეს კერძი და ეს შიტაკი უბრალოდ რაღაცას დაამატებს ცოტა სხვანაირ გემოს. აი კარაქში აქ უკვე შეიძლება ხრო ჩავყაროთ ეს ხახვი და ნიორი. კარგად ამოურიოთ ახლა. აი ხა ნელ-ნელა დავამატებ თან სოკოებსაც, დავამატებ პირდაპირ ასე. ავიღებ კამასოკოსაც. ორნაირი სოკო ჩავყარე უხვე აქა და ახლა დავამატებ უკვე ცოტა ბრინჯს. დაახლოებით სადღაც მე ვაკეთებ ახლა ის 3 პორციას, ამას დაჭირდება სადღაც 200 გრამი ეს ბრინჯი. ნუ რა გადასარავი კერძია. აქ მაქვს აგრეთვე ტიმიანი. აი ამასაც დავუმატებ ესე. და ეს ღეროებიც ძალიან კაია. რასაკვირველია, მარილი უნდა და ციცაკაც. აი ხა რო შეხედოთ მივხვდებით, აი ნახოთ ეს ბრინჯი როგორ აი გაპრიალ და შეიწოვა მთლიანად აი ეს ცხიმი რაც აქ იყო. ეხლა დავამატებ უკვე მე ცოტა თეთრ ღვინოს. ეხლა უკვე გადავდივარ, აი დამბალი მაქვს ეს სოკო. დავასხი ადუღებული წყალი და სადღაც 1.5 საათი გავაჩერე. აი ამ წყალსაც გამოვიყენებ ეხლა მე. აი ზუსტად აი ხა ამ წყალს, რომელიც დავასხი მე სოკოებს, აი ხედავთ ალბათ ფერზეც როგორი წყალია. ამ სოკოებმა გავუშვა სოკოს აი რაცა ნახარ ბულიონი ვითა და ცოტას დავამატებ. აი გემოსაც მიცემს. თუ გაქვთ სახში რაიმე ბულიონი, შეგიძლიათ გაუკეთოთ, რომ უხდება. ესე იგი, აი ნელ-ნელა ვამატებ ამ ღვინოს, დავამატებ კიდე სულ ცოტას ესე. დავამატებ აი დარჩენილ კარაქს. უკვე ისეთია, როგორიც მინდა, აი ძალიან გემრიელია. ეხლა დავიწყებ პარმეზანის ჩახეხვას შიგნით. არასდროს არ არის ბევრი პარმეზანი, ყოველთვის შეგიძლიათ, რომ აი თამამად კარგად დაახეხოთ. ესეც ესე, აი კიდე ამოურევ ახლა. აი თვითონ კონსისტენცია ის წვენი მთლიანად ჩაი შეიწოვა ბრინჯმა, ხედავთ ალბათ რომ ზომაშიც ესე გაიზარდა ეს ბრინჯი. ეხლა ერთსაც ამოურევ და აქ ეს არის მთავარი, ეს ბრინჯი არ უნდა იყოს არც ძალიან მოხარშული. რასაკვირველია არც უმი, აი ოდნავ უნდა ტყდებოდეს მაინც და ეხლა რაც თავარია, ამას მე გამოვთავ. ესე გამოვთავ და დავახურავ სახურავს. ეს კიდე უფრო აი შეიწოვს ყველაფერს რა და ჩემს სტუმარს დახვდება იდეალური რიზოტო, ნამდვილად. ეხლა გადავალ შევხედავ რა შევა ჩვენი ნამცხვარი ამ დროს. აი ესეც არაჩვეულებრივად. შოკოლადის ნამცხვარით თითქმის მზად არის, სულ რაღაც 10 წუთი დარჩა და გამოვიღებ და დაველოდები ჩემს სტუმართან არ დაგავიწყეთ, რომ დღეს ჩემი სტუმარი იქნება დიეტოლოგი ნატა გაგვა და ძალიან საინტერესო საუბარი გვექნება ჩვენ.
როგორც მოგახსენეთ, ჩემი გადაცემის სტუმარი უკვე მოვიდა, ქალბატონი ნატა გაგო, ესე იგი სულ მოუთმევად ველოდებოდი თქვენთან შეხვედრა. იმდენი კითხვა მაქვს და მაინტერესებს ბევრი რაღაცები, მაგრამ მე ჯერ მაინც მენიუს მოგიყვებით რა დაგახვედეთ. თქვენთვის მაქვს დღეს გამზადებული რიზოტო, სამი სოკოთი, არაჩვეულებრივი, უცებ წაგიყვანთ სადღაც იტალიაში და შემდეგ დესერტად გვექნება შოკოლადის ნამცხვარი. შეიძლება, ხო? ხარ. ეხლა მოვაყრი პარმეზანს. ეს ბრინჯი ყავისფერია? არა, ეს არის სპეციალური, აი რიზოტოს ბრინჯი, რომელიც უფრო ხამით მოგირთავთ თეფს. ჩემი ხელსაწყოთი და აი ინებეთ. მე მარტო უნდა ვჭირო. დიახ. მე მუშაობ მხოლოდ. მე თქვი გამაოცეთ. ძალიან ჭირვეული გურმანი ვარ. საოცარი გემოვა ჭირვეულობა თქვენი. საერთოდ თუ არ არის გემრიელი ვერ ვჭამ. და აი თქვენი კერძი არის რაღაც ეს პირველად არ გავშინჯე მე საერთოდ ვიცი თქვენი კერძები. რაღაც ისეთი მრავალსართულიანი გემოვის და ნევნელა იხსნება. და იცით რა თვისება აქვს ამ კერძებს საერთოდ ასეთ ჯანსაღად მომზადებულს? სწრაფად ანაყრებს. კი, სწრაფად ანაყრებს. და დიდხანს მიყვება ეგ. პორციაც არ არის საჭირო რომ იყოს დიდი და ეს ალბათ მთავარია. ეს მთავარია. და არასოდეს როდესაც გემრიელია კერძი, პაციენტებსაც ვეუბნები და ყველას ვინც მე მიცნობს ახლა და აინტერესებთ რაღაცას. რომ არ უნდა ჭამო ჩქარა, იმდენად სასიამოვნოა ეს პროცესი, რომ ჩქარა ჭამო გამორიცხული ასეთი რაღაც დანაშაულია. ამიტომ ნელა უნდა მივირთვა. ვინოსაც მიგდა მოგართმევ და მიაყოლეთ და ეს თეთრი უხდება. უხდება, კი. საერთოდ თქვენ ალბათ ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებთ კერძთან რაღვინო. კი, ძალიან. გაგიმარჯვებთ. ძალიან მიხარია რომ მომიწვიეთ. მომწონს თქვენი გადაცემები და რაღაცებს სწავლობთ მე. მადლობა და ახლა მე მინდა რომ თქვენ კარგად მიირთვათ და მე მეც მინდა რომ თქვენგან რაღაცები ვისწავლო. თქვენ მესაუბრეთ, მე მივიდე. კარგით. სოკოც. რა გავუკეთე სამნაირი სოკო და შეურიე ერთი აი გაკეთების პროცესში როცა ინგრედიენტებს ვეძებდი, ვიპოვე რომ მქონდა 3 ცალი დარჩენილი ეს იაპონური განხმარი სოკო შიტაკე, რომელიც მივხვდი რომ ძალიან მოუხდება, იმიტომ რომ არა აქვს მნიშვნელობა თქვა რა სოკოს უკეთებ, იმიტომ რომ ეს ბევრი სოკოები სხვადასხვა გემოს აძლევს და მართლა რაღაცა სხვადასხვა მრავალსართულიანი გემოები აქვს ნამდვილად და ხო, ძალიან გემრიელია და თან რაღაც ისეთია, რომ უცებ ვერ გამოიცნობ, საიდუმლო კერძია. კი, ნამდვილად. ქალბატონო და ძალიან მაინტერესებს აი თქვენი რჩევები, მაგალითად რას ურჩევდით მაყურებელს, რომ აი როგორი უნდა იყოს ჩვენი დღის თქვათ რაციონი, რომ არ ვიყოთ მშივრები, მე მგონი ეს მთავარია, რომ არ უნდა იყოს მშიერი, ეს რაღაცა უაზრო დიეტები, რომ მარტო წყალზე რო ხარ და რაღაც რა არის, რა როგორ უნდა ვიყოთ, რომ ვიყოთ ჯანმრთელად და არ მოვიმატოთ და აი თქვენი აი ესეთი ფორმულა თქვათ რა არის. ფორმულა ალბათ ის არის, რომ პირველ რიგში მინიმუმ 3-ჯერადი უნდა იყოს კვება. და მე საერთოდ ძალიან მიყვარს მრავალფეროვნება დიეტაში. გასაგებია, რომ დრო ძალიან ძვირფასია ყოველთვის, მაგრამ აი თქვენ გადაცემებში რაც შევნიშნე და რაც ძალიან მახარებს ის, რომ სწრაფად ამზადებთ და ხარისხიც მაღალია, ანუ ინარჩუნებთ ხარისხს და რეალურად სურველი ისწავლის, რომ რაღაც ისეთ ძირითად პრინციპებს გამოიტანს ამ გადაცემიდან, რომ შეუძლია გემრიელად მოამზადოს. მე არა მაქვს კონკრეტიკა, მაგალითად წერ ხოცი, ბოსტნეული. ამ ხოციდან და ბოსტნეულიდან თუ ის სწორად მოამზადებს, შეუძლია მოიფიქროს რაც უნდა. აუცილებელია და ვურჩევდი ყველას, ვინც ჯანსაღად იკვებება ან სურვილი აქვს, თვითონაც ჩაერთოს ამ პროცესში, იმიტომ რომ როდესაც გემრიელად ამზადებ, რაღაცა მთელი სულით და გულით
ამ პროცესში ღებულობ ისე დიდ სიამოვნებას, რომ მე განაყრებს ცოტას. ხა წარმოგიდგენთ, რომ ამზადებთ კერძს და დამფიქრობთ, რომ ეს არის ჩვენი საშენი მასალა. რამოდენიმე თვეში ეს იქნება უჯრედებში. და თუ ჩვენ ფიქრობთ ჩვენ ტანსაცმელზე, ჩვენ ინტერიერზე, რომელიც არაჩვეულებრივია და ესეც განწყობას ქმნის ამდენ სილამაზეზე, ხო შეიძლება ვიფიქროთ კერძის ხარისხზეც. რა თქმა უნდა, ჯანსაღი პროდუქტებით უნდა იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ის ენერგია, რასაც თქვენ ამ გადაცემებში მე ვიგრძენი, რაც უყურე, ხა რომ მთელი ენერგიაა ჩადებული და ეს დადებითი ენერგია ამ საკვებთან, ამ ცილებთან, ცხიმებთან და ნახშირწყლებთან ერთად სხვანაირად გერგება. დიეტა არის ჯანსაღი კვება. კეფირი, სპირტი, ყავა, რაღაც გიჟობა მართლა როგორც თქვენ ბრძანეთ, ეს არის ტანჯვა, მაგრამ თავარი რა არის, იცით? ორგანიზმი თითქოს რაღაცნაირად აბრუნებს მგლურ მადას რატო? გადარჩენის ინსტინქტია, რომ რაღაცით ხომ და გამოგიყვანოს ამ საშინელი მდგომარეობიდან, ხო არ იცის რატოაში მშილები? ლიმბელამაზი იყო და გამხდარი და რაღაც და ამიტომ ბრუნდება ესეთი მანდა უმართავი, რომელსაც მე ვეღარაფრით ვეღარ მართავ და როდესაც იკვებები ჯანსაღად, ჯერ ვიზუალურად მე ძალიან ბევრს ვფიქრობ, როგორ არის გაფორმებული კერძი, როგორ არის ეს განწყობა, ვისთან ერთად მიირთმენ, ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. მე რაღაც სამზარეულ ლაბორატორიას მაგონებს, სადაც ჯადოქრობა ხდება ყოველდღე, ხო და რაღაც შემოქმედებითად თუ მიუდგები, 10 იმდენი დრო გეკარგება, ხო, რაღაც 40 წუთი საკმარისია, რომ მოეფერო საკუთარ თავს, მოეფერო ოჯახის წევრებს და ეს ტრადიცია, რომ სახლში რაღაცას ხანდახან მეგობრებს გაუმასპინძდე და თქვენ, როდესაც აი თქვა დიეტას უწევთ ხოლმე ხა თქვენს პაციენტებს, არის რამე რეცეპტები, რასაც თქვენი რეცეპტები აყოლებთ? კი, მე დიდი სურვილი მაქვს საერთოდ ყოველთვის დავეხმარო აი რეცეპტის არჩევაში. ვიცხოთ ვერ აკეთებ და არ იცის, ვერ ხვდება. კი, ყოველთვის მაქვს რაღაც რჩევები, ზოგი იზიარებს, ზოგი დროს იმიზეზებს, ზოგი პროდუქტს რომელსაც არ იღებს, მაგრამ რამდენად მნიშვნელოვანია ძის ნაწარმი? ძის ნაწარმი მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ვერ ირგებს, ან ალერგიულია, მაშინ არ არის აუცილებელი ორგანიზმი აღებულობს. მაგრამ მე შემნიშნე, რომ ჩვენთვის, ქართველებისთვის ყველი განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტია. იშვიათად მითხრან, რომ ყველი არ უყვარს. აი ხა მაგალითად ძალიან ესე პოპულარულია თბილისში, აი დიეტა, იმისი რა ქვია, ნახშირწყლების გარეშე სულ რაღაცა ცილოვანი. რამდენად კარგი. ცილოვანი დიეტა რატომ არის იცით პოპულარული, ძალიან სწრაფად აკლებინებს ზონაში, ვინც აპირებს ამ დიეტის დაცვას, როგორია მისი მდგომარეობა. აუცილებლად უნდა შეიმოწმოს ქოლესტერინის სისხლში, თუ ქოლესტერინი მაღალი არ შეიძლება. თუ გულშის დაავადებები აქვს, არ შეიძლება. თუ თირკმელების სუსტი აქვს, არ შეიძლება. ამიტომ ცოტა მაინც სითამამეა, რომ აი ესე ბრმად გადავიყოთ. და პოპულარული კიდე ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, იმიტომ არის, რომ ანაყრებს ცილები და ცხიმები და ჩქარი ეფექტი აქვს სითხის ხარჯზე. მაგრამ ამავე დროს ფიზიკურად, რო გითხრათ, რომ ძალიან ლამაზი გამხდარია ასეთი დიეტის, მე ვხედავ. თქვენ ხვდებით ვინ იცით რა არის, რაღაც გონებაზე მოქმედებს. მქონდა ესეთ ძალიან სასაცილო ისტორია, რომ გოგონა, რომელიც მემსახურებოდა, რამოდენიმეჯერ მკითხა ერთი და იგივე და უთხრა, თქვენ ცილოვან დიეტაზე ხო არა ხართ მეთქი და მე მის მეგობრებს უთხრა, თუ იცი როგორი სასწაულია, აი ეს გიყურებს და გეუბნება დიეტაზე. მივხვდი, იმდენად გასული იყო ბავშვი მომსახურების ზონიდან, რომ აბსოლუტურად საინტერესო. ხო და ეს ისეთი რაღაც მნიშვნელოვანი ხდება ორგანიზმის. იცვლება ხო ყველაფერი. ხილი როგორია, ძალიან ბევრ დიეტებში რო იყო მაგალითად, რომ ხილი არ შეიძლება. მე არ მიყვარს ხილის საერთოდ ამოღება, თუ ვითვალისწინებ, თუ არის შაქრიანი დიაბეტი ან რაღაცა მძიმე პათოლოგია, როდესაც ნახშირწყლები უნდა იყოს შემცირებული, მაგრამ საერთოდ, როდესაც პოტენციურად ჯანმრთელი ადამიანი ხილის ამოღება რაციონიდან არ არის სწორი.
უბრალოდ უკეთესი იქნება თუ ცალკე მივიღებთ, ან კენკროვანს თუ მივიღებთ ცის ნაწამთან ერთად და ყოველთვის ვეუბნები ჩემებს, რომ ეს იყოს დღის პირველ ნახევარში სადილამდე. დესერტი უნდა გადმოგიღოთ. ამას ველოდი. შოკოლადის. ესე შოკოლადის ბრაუნი. მუსიკას ავეცა. ეს მე უფრო თბილისში უფრო აკეთებენ შოკოლადის ფონდანს და ეძახიან რატომღაც ბრაუნს და ბრაუნი აი რამოდენიმე ვარიანტია ამ კლასიკური ბრაუნის ეს არის კიდე არის ნიგუზებით და ეს უფრო ისეთი მარტივია და თან მე მომწონს ძალიან ისეთი უფრო ცით შევნიშნე რომ საერთოდ შოკოლადს როდესაც იყენებ ნამცხვარში თუ ოდნავ მეტი მოგივიდა ის რაღაც ინგრედიენტები უკვე ძალიან სულდება აი თქვენ ზუსტად ისე გაქვთ მე რომ მიყვარს ეს სიმსუბუქეს ინარჩუნებს თითქოს დესერტია და მაინც მსუბუქია მოკლედ არის სიმსუბუქე უფრო გამოიკვეთება თქვა როგორ არის უფრო სწორედ აქ ხა არის 100 გრამი ფქვილია ფქვილი არ არის ესე თქვა ბევრი თელამაზე მაგრამ მაშინ არ არის კარაკი ну კარაკი ხა საერთოდ კარაკის იგნორირება შეიძლება მაგრამ მაინც უფრო ხა არ არის ისეთი რომ აქ ხა 300 გრამი ფქვილი 100 გრამი ფქვილი იცით რა შენარჩუნების პერიოდში ხა ჩემ პაციენტებს ვეუბნები რომ კვირაში ერთხელ შეიძლება ყველაფერი და მე დაწუნებული ვარ რომ ასეთ დესერტს რომ მიირთმევი უკვე ყველაფერი აღარ გინდა უკვე საკმარისად დანაყრებული იქნები აი საერთოდ არნიშნავს ჯანსაღი ყვება ყველაფერზე ვარი თქვა და ამიტომ ხშირად მეკითხებიან მიირთმევ თუ არა ძალიანაც მიირთმევ როცა საჭიროა მიირთმევ და ხო ანუ თქვენ მე ესე გავიგე რომ არ უნდა იყოს სტრესში არ უნდა იყოს სტრესში ყველაფერი გეჭმევა მაგრამ ერთადერთი რასაც ვთხოვ ყველას რომ ეს იყოს ჯანსაღად მომზადებული თვითონ აი შაქრის მოხმარებაზე როგორ არის ვიყენებთ მყავისფერ შაქარს ვიყენებთ, ფრუქტოზას ვიყენებთ, ну თუ რაღაცა ისეთი სიტუაცია რომ ახლა ყავა მოგიმზადენ თეთრი შაქარია გამოყენებული და ყავა არაჩვეულებრივია, ამის გამო არ ვიტყვი. მაგრამ აი ხო გეუბნებით, რაოდენობას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს და როდის იქნება მიღებული და რასთან ერთად. წყალი რამდენად ავიღეთ? წყალი მინიმუმ 2 ლიტრი, ოღონდ სწორად. თუ კერძები მარილიანია ისეთი ცხარია, მაშინ არის და საერთოდ მინიმუმ 2 ლიტრი. ესე იგი, მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადაცემა ჩვენი, აი მაყურებელი იქნება აღფრთოვანებული, იმიტომ რომ რამდენი საინტერესო რჩევა მივიღეთ. მე მაგალითად ძალიან ბევრი საინტერესო რჩევა მივიღე და რაღაცები ვიცი უკვე როგორც უნდა დავალაგო და გარდა ამისა კიდე არაჩვეულებრივი კერძი ქონდა ერთი, ასევე ქონდა დესერტი. მე მგონი თქვენ კმაყოფილი ხართ. კიდე მოვა. დიდი სიამოვნებით, აუცილებლად, იმიტომ რომ თქვენი რჩევები ყოველთვის ყველა ძალიან აინტერესებს, ძალიან გვჭირდება. მე გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.